იკოჭლებენ კრეატივში, თუმცა ვნახოთ. აი შეიძლება ჯანჯღავას მცდელობა და პირველი ზუსტი კარში დარტყმაც გარეთ ერფით, მაგრამ მიდარტყმა სამგურალის საღდნენ ნახევარმცველს, რომელზეც ისაუბრა დიაგო გომესმა. გიორგი ხარებაშვილმა ბათუმის დინამოს 2 გოლი გაუტანა. ესეც და აღნიშნოთ. და ზოგადად ხარებაშვილს ამ სეზონში 5 გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემაც მოუგროვდა. აი ახლა ჩაწოდა ბურთი საჯალებო მოედანში დარტყმა და აი პირველი რეალური მომენტი. ეს დამუშავებული კომბინაცია იყო, აშკარად ეტყობოდა. ამ წირედი დრასი, თუმცა არ მაინც მოასწრო ჩაწოდება. დარტყმა გარის მიმართულებით სიუკაევი რა ბურთს იგერიებს. ეს მოგერიებაც ვნახოთ. განმეორებით ეს კი ბურთი კი ბატონო იქ წავიდა, სადაც გაგრას მეკარე იმყოფებოდა, თუმცა ძალიან რთული იყო, ძალიან ახლოდან უწყავდა გიორგი ფანცულაია. ამ ბურთზე რეაგირება ვერც დაარტყა თავით, მეგონი ზურგით დაარტყა ცინცაძე. გოცირიძე დარტყმა შორი მანძილიდან იყო ასხლეტა და იქნება კუთხური. აი ახლა საქმე გაგრას მეკარეს. ეს კი უკვე გოცირიძის მცდელობა. რომლის შედეგადაც კუთხური მიიღო გაგრამ. ცინცაძე დაბალი პასი პატარკაციშვილი დარტყმა გარის მიმართულებით. პატარკაციშვილს მარტივად აუარა გვერდი და დასარტყმელი პლაცდარმით ავადვეს შეიქმნა გაგრას ფეხბურთელმა, თუმცა პატის მხრიდან ხარებაშვილი კიდევ ერთი კარგი პასი ვანდერსონი ჩაწოდება საჯარიმოში დარტყმა გარის მიმართულებით და აი რეალური მომენტი. საკმაოდ ახლო მანძილიდან უბრალოდ მიზანმა უმთხუნა. ძალიან კარგი შეტევა გამოუვიდა გაგრას, რომელიც კლაუდინეიმ და შვილი მოუსინჯავს შორიდან. დარტყმა გარის მიმართულებით უკაცრავად რა დროს სიაპანაუა, კაც სიუკაევი იყო კარგი. საკმარისი დრო ჰქონდა გადასაწყობად რუს მეკარეს და ესეც გააკეთა არსენ სიუკაევმა. მეორე ტაიმი უკეთესია, უკვე შეგვიძლია ვთქვათ. დარტყმას არა იდეალური გადაცემა ხარებაშვილი დარტყმა გარის მიმართულებით და გაგრა დაწინაურდა. ამ გოლში უდიდესი წვლილია რიჩმონდ ადეიეისა. ძალიან მაგარი გადაცემა და გიორგი ხარებაშვილმა კიდევ ერთი გოლი, რიგით მე-6 გოლი გაიტანა შეხვედრაში ანგარიში. თამაშგარი არ არის, ეს გოლი ჩაითვლება. ხო, ისეთი მახული კუთხიდან უტყამდა ხარებაშვილი. საკმარისი დრო ჰქონდა ბურთის ჩამოსაღებად, გასასწორებლად და ზუსტად დასარტყმელადაც და ეს გააკეთა. სამგურალის მარჯვენა ფლანგი ჩავარდა. ასი ველისოლზე. ჩაწოდება დარტყმა გარის მიმართულებით. აი შანსი სამგურალს. ეს კი შეტევა. და ფანსულაიას დარტყმაც, რომელიც სანტიმეტრები დაცდა. სანტიმეტრები არ ყოფილა აქ ამ რაკურსით სწორად გამოჩნდა, მაგრამ ფაქტია რომ გადარჩა. კარგადაც ვერ დაარტყა ფანსულაია. შერგელაშვილი კიდევ ერთი ჩაწოდება, გამოტანილია ეს ბურთიც. შიხლაძე დარტყმა გარის მიმართულებით იგერიებს, სიუკაევი შეიძლება გატანა და გავიდა გოლი. ცოტა კურიოზული, თუმცა მაინც გავიდა და გიორგი ფანცულაია ამ გატანილი გოლის ავტორი. უდიდესი ქაოსი და სამოწმებელი რაღაცეები. ეს არის საინტერესო. მე მგონი ამ განმეორებით და ერთი შეხედვით არც არაფერი. შიხლაძის დარტყმა, სიუკაევის საშინელი მოგერიება. იქ მოედანზე ახლად შემოსული ბრაზილიელი კლაუდიო სებოლინი არ იყო თამაშგარეში და გიორგი ფანცულაიამაც გამართლების ხარჯზე, მცირეოდენი გამართლების ხარჯზე მოახერხა გოლის გატანა. ჯანჯღავას ჯეფერსონი ასი ველისოლზე თუ დაეწია, იქ შეიძლება საინტერესო რაღაცეები მოხდეს. უფრა მარტივად მოატყუა ადეიეი, ნახოთ რას მოიფრევს ველისოლი დაარტყა, მაგრამ რატო ესეთი ეგოისტური თამაში სამგურალს? ეს კარგი მოქმედება იყო, მაგრამ იქ ჟან კარლოსი იყო მარტოდ, ხო, ეგოისტურად ითამაშა, ძალიან ეგოისტურად ითამაშა ველისოლმა. რასაც აკეთებდა წინასაკვეთში ასი ზოიძეზე. დარტყმა შორი მანძილიდან აც. ვერ მოჭრა კარგად საბაზოიძე. ხალიჩავასაც რეაგირება
მოხდენილი ქონდა აი ამ დარტმუთზე. აქაც მარტივად გამოვაქვთ დროებით. გაგრელებს. დარტმა გარის მიმართულებით სიუკაევი გამოისყიდა თავისი შეცდომა. აქაც დემურ ჩიხლაძე ურტყამდა. თუმცა შეტევა რა თქმა უნდა გრძელდება. ყუჩახ სიუკაევს. გოლს ითხოვს ადგილობრივი პუბლიკა. ერთ-ერთი ბოლო შანსი სამგურავს. აი შანსი ნახოთ 1-1-ზე პრაქტიკულად ბეკარესთან დარტყმა გარის მიმართულებით სიუკაევი ფანცულაია სრულმოძრაობა უნდა დაარტყას დროულად დარტყმა და სასაულებრივად გადარჩა გაგრა იმიტომ რომ კარში დგას არსენ სიუკაევი